კახა მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ანდა ჩემი ნათქვამი რაში დაგჭირდება, უჩემოთაც მიხვდება ყველა. თბილისის მერად წოდებულის მეგობარი ყოფილა აი ეს კაცი. მეგობარი კი არა და ძმა, ბრატი. ნავაი ბაკიროვი. მე ცოტა ჩამორჩენილი ვარ თანამედროვე რუსულ მუსიკალურ ხელოვნებას და უნდა ვაღიარო ეს სახელი პირველად გავიგე. როგორ შეიცხადო ერთხმად ხელოვნურმა ინტელექტებმა და იქით Google-მა, ეგო დიდად ცნობილი ვარსკვლავია, უპოპულარულესი და უმარკეტინგულესიო. Будешь потом. Мы себя загоняем в немые рамки, типа запрет на любовь, ну и как мне доказать себе, что мне это плевать, и обмануть себя мы в явном плей-арте. Навай ბაკიროვი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა, დაბადებული სამარაში. რა ჟანრია ეს კარგად არ ვიცი, ამიტომ რჩევებს მივიღებ. პაპსარეპია ჩემი განსაზღვრებით. თუმცა იქნებ თქვენ უფრო ზუსტი განსაზღვრება მოუძებნოთ რამე. Разнотри кавычки, сигарету спичкой, и дотла сжигаются совместные альбомы. Только вот привычка, ты к нему как птичка, позовет и ты опять сорвешься по-любому, знаешь. რა შეიძლება ასეთ ტიპაშთან აერთიანებდეს ასეთ ტიპაშს? იქნებ ძვირიანი მანქანების სიყვარული. აგერ ნავაი ბაკიროვი არათუ მალავს, პირიქით ძალიანაც ამაყობს თავისი კოლექციით. Rolls-Royce Dawn, Black Beige, чистокровный, самой полной комплектации, на оранжевом мерме-салоне. Вот если посмотреть внимательно, то можно увидеть, что эти диски, они карбоновые. მე სხვა კლიპი ვნახე და მეტი სულიერი კავშირი ვიგრძენი ამ ორ ავტომოყვარულს შორის. Дорожные знаки и полосы, каждый день с новым опытом. Мы были вместе и что потом? Лучше ли порознь, зато теперь мы не ссоримся. Тонут на твоем фоне все, но не жди, что лед это тронет. შარულები. ამაში ერთნაირი სტილისტი თუ არა, მსგავსი გემოვნება ქონიათ. დაცინო არს გაბედოთ. ჩემნაირო გოიმებო, რა გესმით თქვენ მოდი საერთოდ. ნავაი ბაკიროვს ჩაცმის კიდევ ერთი თავისებურება ჰქონია და ზუსტად არ ვიცი ახლა ამასაც იზიარებს თუ არა კალაძესთან. Покупаю разноцветные трусы и-за. Я трусы не ношу. И это правда. კახი ჩვენ სხვა ბიჭი გვახსოვს, ნაცვალოს არმანი და დოლჩე და გაბანა. მაგრამ ეს ყველაფერი მილანში იყო, სადაც ცხოვრების 9 წელი გაატარა და დარწმუნებული ვარ, ერთი წარმოდგენაც არ გამოუტოვებია ლასკალაში. მისნაირი ფაქიზი სულის ადამიანი როგორ არივლიდა მაგალითად პაატა ბურჭულაძის სპექტაკლზე რიკარდო მუტი რომ დირიჟორობდა. დარწმუნებული ვარ, კულისებიდან ვერ აგდებდნენ საერთოდ წარმოდგენის შემდეგ და ბევრი ფოტოც ექნება დიდ მაესტროებთან გადაღებული. უბრალოდ ახლა არ აჩენს, რომ სხვა დროა ხო იცით რა. სამაგიეროდ აჩენს ნავაი ბაკიროვს. მაგაზე ხსნილია. ლამბოს კაბრიოლეტში როზე ხარ, წალენჯიხის ულამაზე სხეობებში დააგელვებ და ამას უსმენ ბოლო ხმაზე, რა შეიძლება ამაზე დიდი სიამოვნება იყოს. Она не любит кровь, а просто юзает. Мерит все отношения минусами, плюсами. После нее душа в одно сердце на мусорку. И вот на волну грустную музыку. ოღონდ მაინც დიდი მადლობა და ქებათა-ქება ერგება. 800 ქურდის ესთეტიკასა და გემოვნებაზე გაზრდილი, აი ამას რომ უსმენს და არა ვლადიმირსკი ცენტრალს ან კაკაია ოსინ ვლაგირა.